აი ეს არის აი ესეთი აი ეს ლამია მე რომ მოვედი ხამე მოვიყვანე მანქანა რა და გავხსენე აინტერესებდა აი აქ არის ჩაყრილი ისრაფი აი ესეთი ლამი რა აი ესეთი ის არის ჩაყრილი შიგნა საუსია გატენილია რა Моторია ეს გაწმენდა კი არა ეს вообще რა ვიცი რა ხდება შიგ გაიტანდა და იმას იზავდა ო და თუხმა აქ უკვე არაფერი შეიძლება ხმა კი არა вообще არა ძმა დაკუქე არა ვიჯო გაბუჯებულია უკვე დაკუქე ხომ არა სულ ჩაამტრეს მივდიოდი ბათუმში ქართული ოცნების აქციაზე გამაჩერა პატრონმა და მითხრა რომ შენ დაარღვიე გადაკვეთე ხაზი წარმოუდგენია საბუთი მაგრამ მე ვფიქრობ რომ არ საჭიროებს არანაირ საბუთის წარმოდგენას არა გაქვს საბუთი ჩვეულებრივ შეგიძლია კომპიუტერში გადაამოწმო მანქანაც მძღოლიც და შემდეგ მითხრეს არ მქონდა მანქანის პასპორტი თან და შემდეგ მითხრეს რომ უნდა დააყენო საჯარიმოზე მანქანა. გაჩერების მიზეზი რა დაგისახელეს? გაჩერების მიზეზი რომ გადაკვეთე ხაზი და მე არანაირი ხაზი არ გადამიკვეთია. უბრალოდ იყო მიზეზი ის რომ არ ჩავსულიყავი ბათუმში და ყველანაირად ეცადნენ რომ ხელი შეეშალა ჩემთვის. შემდეგ მივატრიალე ჩემი ფეხით მივიყვანე მანქანა არ ჩამოსულო, იმიტომ რომ როგორც შეხედეთ, აი ამიტომ არ ვენდე მე მათ რომ მითხრეს უნდა თვითონ წაიყვანათ მანქანა, მოიყვანეს მძღოლები. მაგრამ არ გავატანი არავის ჩემი ფეხით მივიყვანე საჯარიმოზე, გორის საჯარიმოზე, დავგეტე მანქანა. 2 დღის მერე მივაკითხე, შაბათი კვირა დაემთხვა და არ მუშაობდა მე-12 ოთახი, სადაც ჯარიმო უნდა გადამეხადა. ორშაბათს მივაკითხე, ჩვეულებრივ მომცეს. შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედი, მანქანა შევადღე, საერთოდ ჩაქრა გაჩერდა მანქანა და იმის შემდეგ მოვიყვანე ხელოსნებთან. და ხედავთ რომ არის გაკეთებული. გაფუჭებულია მოტორი აქ არ შეიძლება მოტორის შეკეთებას არ ექვემდებარება. და ამას რა თქმა უნდა ჩაუტარდება ექსპერტიზა. და იქიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ ალბათ თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ამათან მნიშვნელობა არ აქვს. ეს ალბათ შემდგომ, როდესაც ეს ხელისუფლება წავა და მოვა ნორმალური ხელისუფლება.